მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ნახოთ ჩვენი ტრადიციული გაშლა, პროგნოზე მომდევნო კვირის, ხო? რა თქმა უნდა, ჯერ პირველ რიგში გავაკეთოთ სიგნიფიკაცია ეხლა, მისთვის იქნება ეს გაშლა. და მე შეიძლება სამივე სფერო რეზონირდებათ, ანუ საქმიანობა, ჩვენი ფინანსები და ურთიერთობა შეიძლება რომელიმე. თქვენ თვითონ დააკვირდით. ნახოთ ეხლა გავაკეთოთ სიგნიფიკაცია. მისთვის იქნება დღევანდელი პროგნოზი. Так, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენ მერე მომდევნო კვირაში? რა ენერგიებში უნდა ვიყოთ ან ვიქნებით? Так, შემდეგი, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმიანობა. აქ რას გაგვაფრთხილებენ ჩვენ? ნახოთ. აი, შენ რა ვიყავი, რადგან გადმოვხდი. ოკეი. Так, ფინანსებზე დღეს საინტერესო, მაგრამ რაღაც ამ დასთან მოითხოვა, რამდენი ხანი არ მიმუშავია. და მოითხოვა, მე მოგიყვებითო, რა ვიცი, აბა ნახოთ, რას მოგვიყვება დღეს. ნახოთ. ის პატარცინა. რა ინფორმაცია გაქვს ჩვენთვის? Так, აქეთ დავდებ და ურთიერთობაზეც დღეს ნახოთ ამ დასთით ახლა. ნახოთ, აბა რას გვეტყვიან ურთიერთობაზე საერთოდ. ახლა. Так, всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. ანუ ახლა რა ხდება? Ну, ნახეთ ახლა პრინციპში როგორი ენერგიები გაქვთ თქვენ ვიღაცას გაუჩნდა შვილი. აი, ეგრევე მოდის, ну, რა ვიცი, შეიძლება ცოტა ისეთი მშობიარობაც გქონდათ, შეიძლება ცოტა რთული. ვიღაცას პირიქით შეიძლება პირიქით, ისეთი მდგომარეობა, რომ აი ნერვიულობს ადამიანი, რომ არ გამოდის. Ну, ეს ახლა არ ვიცი, რაც პირველი წამოვიდა. და კიდე ახლა აქ არის როგორი მომენტი, შეიძლება ადამიანი რაღაცას სწავლობს, მაგრამ ნერვიულობს იმაზე, რომ აი რაღაც არ გამომდის დაუშვათ, ხო? ან საერთოდ გამომივა, კი ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ნამდვილად მთელი ეს ცოდნა რაც არის, შევისრულო, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ არ ვიცი რა, ну, ნერვიულობს ძალიან, იმიტომ რომ უნდა რომ იყოს აი ძალიან ისეთი სრულყოფილი, მაგრამ ну რაღაცა მომენტები ცოტა ისე, ასე რომ ვთქვათ, სანერვიულო აქ, ხო? კიდე არის ის მომენტი, რომ დაუშვათ შეიძლება თქვენ ნერვიულობთ შედეგებზე, აი დაუშვათ რაღაცა თქვენ თვითონ შექმენით და იმაზე ნერვიულობთ. კიდე აქ შეიძლება რაღაცა ამბავი მოგივიდათ, ისეთი, რომელიც თქვენ ცოტა გაგანერვიულად. აბა ვნახოთ კიდე, აქ რაღაცა ისეთი ენერგიები რა ხდება კიდე. ხო, აი ეს ნახეთ, გოგო, ეს იქნება აი ვიღაცისთვის, შეიძლება ვაფშე ერთი ადამიანისთვის ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება დაუშვათ გაიგო გოგომ რომ ორსულად ვარ, მაგრამ ქმარმა თქვათ, ну, დაუშვათ რაღაცა არ მიიღო ეს ინფორმაცია, დადებითად, ასე რომ ვთქვათ. პლუს კიდე შეიძლება რაღაცა გაიგეთ თქვენ ინფორმაცია არასასიამოვნო აქ ვიღაცამ. გეუბნებით ახლა რომ აი კიდე შეიძლება გქონდეთ რა დაუფასებლობა. აი დაუშვათ თქვენ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად გასცეს თავისი ცოდნა, თქვათ, ხო? მაქსიმალურად ცდილობს, რომ თქვათ, ახლა ну რაღაცა გააკეთოს, ხო? ისეთი, რომ აი, ну, მნიშვნელოვანი. მაგრამ არასასიამოვნო საუბარი შეიძლება გქონდათ, თქო, ну, ზოგ შეიძლება სამსახურში, ზოგ შეიძლება თავის მოსწავლეებისგან მიიღო რაღაცა დაუფასებლობა.
ზოგი შეიძლება აი რაღაცა ისე რა მნიშვნელოვანი, შეიძლება თქვენ გააკეთეთ რაღაცა მნიშვნელოვანი, მაგრამ აი არ დაფასდა და კიდევაც გული დაგწყდათ ძალიან. ნუ აი ეგეთი სიგნიფიკაცია მოდის, რა ვიცი, ნახოთ ახლა ჩვენ სამომდევნო კვირაში რა ხდება. так, აქ რა ხდება ისე ნერვიულობა გვაქვს ჩვენ თუ რა არის? თუ გამოდიხართ ილუზიებიდან და რა არის, იცით, აი საერთოდ ახლა აქაც ჩვენ გვაქვს ახლა სამიანი ხმალების და აქაც რა, მაგრამ აქ ნახეთ რა არის, შეიძლება პირიქით თქვენ გამოდიხართ. აი აკეთებთ არჩევანს, თქვენს თავთან გექნება დაუშვათ საუბარი, რომ ნამდვილად არ მინდა რომ ნერვები მოვიშალო. აი აქ უფრო დაჟე ასეთი იქნება ალბათ ინფორმაცია, რომ მოერევით თქვენ, იმიტომ რომ რა არის, იცით, აი ახლა აქ შეიძლება ადამიანმა ჩადო ბევრი ენერგია რაღაცაში, ხო? ნუ ახლა ყოველ შემთხვევაში ეცადა რა. და ანუ შედეგი აი დაუფასებლობა რაღაცა მოდის, კაიგეთ აქ, მაგრამ ალბათ შეიძლება დაფიქრდებით თქვენ და მიხვდებით, რომ არც ღირს ნერვიულობა, ვისაც თქვათ ახლა არ უნდა ჩემი თქვათ ახლა ენერგიის ჩადება და ასე შემდეგ, ნუ უნდა. აი თქოს მოერევეთ, იცით, არჩევანს გააკეთეთ, რომ არ მინდა ნერვების შლა. კი, არ მინდა ნერვების შლა. ნამდვილად არაფერზე ჯობია ჩემთვის ვიყო რა. ვისაც თქვათ, ვინც დამაფასებს, კი ბატონო, იმასთან თქვათ ახლა ვიქნები. შეიძლება ურთიერთობასაც იგივე იყოს, თქვათ, აი დაუშვათ თქვენ ახლა აი აქ ხო ნახეთ კიდე აქ რა შეიძლება იყოს, აი შვილმა შეიძლება არ დაგიფასოთ რამე. და ან შეიძლება даже მეუღლესთან გქონდეთ ვიღაცას ცოტა საკამათო ლაპარაკი, რომ აი თქვათ ახლა მე ყველაფერს ვაკეთებ და არ გამოდის. მაგრამ აქ კიდე შეიძლება თქვენ რამე საბუთს შეიძლება აკეთებდით. ან ნახეთ ხელფასი, вот შეიძლება ესეც იყოს აქ, რომ რაღაცას ფინანსებს ელოდებოდით და არ მიიღოთ, ან მიიღოთ იმაზე ნაკლები, ვიდრე თქვა თქვენ უნდა მიგეღოთ რა. და მაგრამ აქ თქვენ გადაწყვეტილებას იღებთ, რომ ნამდვილად მე არ ვინერვიულებ მაგაზე, რომ არ ღირს მაგაზე ნერვიულობა რა. არ ღირს, კი. ანუ ჩემთვის ვიქნები, ჩემთვის თქვათ ახლა ჩავიკეთები და ასე შემდეგ და არ მინდა. კიდე აქ არის რაღაცა ცოტა როგორი მომენტი, თუ დაუშვათ ვინმეს მოუვიდა პარტნიორთან, ნუ ისეთი მომენტი თქვათ არასასიამოვნო ხო ლაპარაკი იყო. აქ თქვენ მართლა როგორ ენერგია შეძახავთ შენთვის მე ჩემთვის. აი ეგეც შეიძლება იყოს აქ. ნუ რა თქმა უნდა შემიძლია გითხრა რომ ვიღაცა ეხლა ყურუმი ქალი და ეხლა განდეგელი, რა თქმა უნდა შემიძლია თქვა რომ აი ეს სიტუაცია ნახეთ აქ შეიძლება იყოს ძალიან ისეთი მტკივნეული ურთიერთობა, არ მეყვარს სიტყვა ტოქსიკური, თქვენ გამოიარეთ რაღაცა ძალიან ისეთი გაკვეთილი პარტნიორთან, რომელიც იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი, აქ არ გამოვრიცხავ, შეიძლება ქმარიც იყოს, მაგრამ აქ ეს ხშირი სიტუაცია, როცა აი მაგალითად ეხლა არ მითხრათ კიდე რომ აი რატო სულ მაგას ეძახეთ ეზოტერიკაში წასვლა და ასე შემდეგ გეტყვით, იმიტომ რომ ნუ არ შემიძლია როცა ინფორმაცია მოდის, ეხლა ხო არ დავმალავთ, ახლა ნახეთ რა არის, იცი? შენ როცა უყურებ გინდა ტაროს ხო გაშლა, შენ როცა უყურებ თქვა ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას, რაღაცა საერთოდ ეზოტერიკულს, ხო? ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე გაქვს რაღაცა მაგის მიმართ მიდრეკილება, ხო? და ამიტომ ახლა მე არ შემიძლია რომ ამას ახლა გამოვრიც. კი, მართალია ბევრნი ხართ, მაგრამ არც ისე ბევრნი ხართ. თქვენ აი მილიონიც რო იყოთ ახლა, ხო, აქ ეს არ არის ბევრი სამყაროსთვის ადამიანი, რომელიც თქვა ეზოტერიკა აინტერესებს. იმიტომ რომ თუ გაინტერესებს ეზოტერიკა, ისე იგი შენ უკვე გაქვს შენში არის რაღაცა ცოდნა და შენ უკვე თვითონაც უნდა რაღაცა, ესე იგი გასცეს ხვებს.
რა. მაგრამ ზოგს ეშინია, ზოგი არ იცის და ასე ზოგს არ უნდა რომ გაიგო, ზოგი რაღაცას ახლა თამაშობს, იქ ვიღაცას რაღაცა შეიძლება კარც შლის და რაღაცა და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის შენ რაც უნდა გააკეთო, ეს ყოველთვის არის, ანუ მიგიყვანს, შეიძლება ფსიქოლოგიაში მიგიყვანს, ხო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ აქ არის იმაზე საუბარი, რომ აი ესეთი მტკივნეული სიტუაციები როცა ხდება, მხოლოდ აი ამ ტკივილით ჩვენ მივდივარ, თქვა, აი პირველად დავიწყე სიტყვაზე საერთოდ ტაროს გაშლების ყურება სიტყვაზე, ხო? არასოდეს არ მიყურებია, არასოდეს არ ვენტერესდებოდი, მაგრამ იმდენად ეხლა გული მტკივა, რომ მე ყველაფერი გავაკეთე, ხო, ჩავდე ურთიერთობაში, ამდენი თქვა დრო, ემოცია, ყველაფერი, მაგრამ ვერ ხვდები რა უნდა კიდე, რა ვერ ხვდები რა ხდება, რატო შეიძლება აქ დაშორება თქვა ახლა ან რაღაცა იყოს და ადამიანთან ვფიქრობ, რომ ანუ რა ვქნა კიდე რა გავაკეთო, რომ შეიძლება даже ზოგი ხა წავიდე იმისთვის, რომ შეინარჩუნოს. აი ეგაც ნახეთ რამხელა პარადოქსია და შეიძლება აი მაგისი მომენტი, მაგრამ აი ესეთი სიტუაციები მე უკვე ადამიანს ნელ-ნელა მიყავთ თქვათ ეზოტერიკაში, ხო? ანუ ნახეთ ეზოტერიკა რატო? იმიტომ რომ უკვე ვეღარ ხსნი მე სხვანაირად დავუშვო და ვეძებ გამოსავალს, რომ რამე იქნება სხვა ინფორმაცია მოვძებნო, რომ იმისთვის რომ ავხსნა, რატომ მტკივა ასე ძალიან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთაგანი ახლა ცდილობს, რომ თქვათ, ახლა ყველაფერი თქვათ გააკეთოს ურთიერთობაში, როგორც ჩვენ ვთვლით, რომ კარგად, მაგრამ მაინც რაღაცა არის მომენტები, რომელიც თქვათ, არ შვება რა, არ ლაგდება და ვერ ხვდები და ამიტომ მე უკვე ვეძებ ჩვენ სხვა ინფორმაციას. აქ შეიძლება თქვენ დაიწყებთ, თქვათ, ინტერესს გამოაჩენთ, ავში ჩაიკეტებით შეიძლება და იტყვით, რომ აი არ მინდა არაფერი, მე უნდა ვიყო ჩემთვის ახლა თქვათ, ახლა არც არავისთან საუბარი მინდა, არც არაფერი და თქვათ, ან გაშლებს უყურებთ, ან შეიძლება ეს ინფორმაციას მოძებნით ისეთ საკრალურს, რომელიც თქვათ, ადრე არ იცოდით, თქვათ, ან უფრო მეტად დაგაინტერესდებათ რამე. კიდე შეიძლება აქ აი იმ დონეზე აქ რაღაცის გახსნაც არის, ხო გეუბნებით, ან გახსნა, ან თქვენ თვითონ რაღაცა ინფორმაციას, ან ეს როგორი მომენტი, იცით რომ არ მინდა არავის დანახვა, ჩემთვის მინდა ვიყო და მინდა რომ ან რამე თქვათ ვისწავლო, ან წავიკითხო, ან ინფორმაცია მოვიძიო, აი ეგეთი რაღაცა ხდება აი აქ. ნახოთ, მოდით ახლა სულ ყველა სფეროებზე გადავალთ ახლა. და რაც ეხება სამსახურს. აჰა, აქაც ნახეთ რვიანი არის. აი როგორც აქ თასების. აი აქაც ყურუმი, აქაც ყურული, აქაც განდეგილი. აჰა, რა ვქნა? ეხლა მოდით და მითხარით ახლა რომ აი ისე ერთი და იგივე ინფორმაცია ისევ ტაროს ეხებით და ისე. ანუ ყურუმი და განდეგილი რვიანი. რა გითხრათ ახლა სხვა? აქ გეუბნებით, რომ ადამიანი აქ ირჩევს, იმიტომ რომ საერთოდ თასები ეს არის ემოცია, ეს არის ჩვენი აი სულიერი მდგომარეობა. მივხვდით და ამიტომ მე მინდა რომ გამოვიდე, აი აქ საქმე ხო არის, აი ეს უკვე არჩევანს ვაკეთებ მე, ნახეთ ამას აქ ვერთხე უჭირავს კიდევაც ხელში, ხო, აქ რამდენი რამე, ყველაფერი, ერთად აქაც ციგნები, აქაც ამას ნახეთ რამდენი ციგნები, აქაც რაღაცა საკრალური არის, ხო, ინფორმაცია. ანუ მაქსიმალურად აქ ადამიანი გეუბნებით გადადის რაღაც ესეთ საქმიანობაში, ან უნდა მოძებნოს რამე ინფორმაცია, ან გადადეს თვითონაც რაღაცა საკრალურს სწავლობს. გაიგეთ, ან არჩევანს გავაკეთებ და უნდა ჩავღრმავდე, ანუ უნდა წავიდე და ვიპოვო პასუხები, მე თქვათ, ახლა იმ საკრალური გაიგეთ რა ხდება. კიდე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ახლა ან მეორე განათლებას ვიღაცა შეიძლება აიღებს, თქვათ, კიდე მინდა გავაუმჯობესო ჩემი თქვათ ცოდნა. ეგა და ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცა კურსებზე წავა, თქვათ, ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად დაუშვოთ, ხო? ან თქვათ, ახლა კიდე ახალი მიდგომა, თქვათ, რაღაცა სემინარზე წავა ადამიანი დაუშვოთ. აი ეს არის. ან არჩევანს აკეთებს, რომ მე всё უნდა დაუშვათ, თქვათ, ჩავღრმავდე და ვისწავლო უკვე მაქსიმალურად კარგად ის, რასაც სწავლობ, რაც დავიწყე უკვე.
აქ ახლა იმდენად რო გითხრათ სამსახურს რაც ეხება, შეიძლება დაფიქრდებით იმაზე, რომ ახალი სამსახური თქვათ, აირჩიოთ, სადაც იქნებით თქვენთვის კომფორტულად, იმიტომ რომ განდეგელი პრინციპში როცა არის თავისთვის, იმას მოსწონს ეს მდგომარეობა, რომ ანუ არავინ ხელს არ მიშლის და მე ვარ ჩემთვის. დაუშვათ, ხო? აი ეს არის და შეიძლება თქვათ გადადიხართ სხვა სამსახურზე, შეიძლება თქვათ დაწერეთ რამე განცხადება და მიდიხარ თქვათ всё, არჩევანი გავაკეთე და მე მივდივარ, вообще უნდა შევცვალო, ან ჩემ გზას ვირჩევ იმას, რაც მე მომიტანს სიამოვნებას, უნდა გავაკეთო ის, რაც მე მინდა. ინფორმაცია მოვიპოვო და დავუდგები გზას, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემი საქმე, რომელიც თქვათ მე რასაც მე თქვათ ვსწავლობდი, ან ვსწავლობ, რომ მან მომიტანოს მე სიამოვნება. მივხვდით? აი, აქ რაღაცა ცვლილებები მოდის თქვენში ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი, რომ აი რაღაცა წინსვლა არის, მაგრამ აქ თქვენ არჩევანს აკეთებთ, გიცეთ? აი ძალიან მაგარი არჩევანს, რომ ну, აი ეგეთი პერიოდი, რა ვიცი, ახლა რამდენად თქვენ რეზონირდებათ, მაგრამ აჰა, ნახეთ, თქვენ ახლა როგორ არის ახლა კარტე როგორ ლაპარაკობს, სხვადასხვა დასტები არიან და მაინც ამბობენ ერთი და იგივეს, ხო ხვდებით რა? Так, ну ფინანსები ვნახოთ. ფინანსები ვნახოთ. აქ არის როგორი მომენტი, თქვენ პრინციპში ამ კვირაში მიიღებთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ. ანუ იმისთვის, რომ თქვენ ახლა რაღაცა თქვათ გქონდეთ, ну, ის რაც საჭიროა კი, აქ უბრალოდ შეიძლება ცოტას ინერვიულებთ რაზე, даже ინერვიულებთ კი არა, აი როგორ გითხრათ, даже ნერვიულობაც არა, იმდენად შეიძლება даже ფიქრი უფრო, ან განაწილება თქვათ იმისი, რომ ანუ შეიძლება ოჯახისთვის გჭირდებათ რამე თანხები და ან подождите, მოიცადეთ, რაღაცას მინდა რომ აი ეს გავიგოთ ცოტა კარგად. რაღაც სიხარულით კი არის. ну, ყოველ შემთხვევაში ნახეთ, თქვენ თუ ნერვიულობდით დაუშვათ რამეზე, ხო? აქ გაგიხარდებათ პირიქით, იმიტომ რომ ფული უნდა გეყოთ ყველაფერზე აბსოლუტურად. კიდე შეიძლება თქვენ იფიქრებთ, რომ სადმე ფულის ჩადებას. მაგრამ, ანუ თქვა დაუშვათ რაღაცა მოგინდებათ ოჯახისთვის, შეიძლება რამე საყიდელი, ხო? მაგრამ აქ უფრო გვეუბნებიან, რომ თუ დაუშვათ რამე მნიშვნელოვანი, ფიქრობ, რომ არ მეყოფა. ხო, აი აქ გამოდიხარ, კი. ნერვიულობიდან გამოხვალთ, ნახეთ, იმიტომ ცოტა რაღაც ის ინფორმაცია მოდიოდა, რომ ცუდი არა, მაგრამ მეთქი ახლა აქ დავამოწმო. შეხედეთ, აქ არის როგორი სიტუაცია, რომ თქვენ რაც გაწუხებდათ, რაზეც თქვენ ნერვიულობდით, რაც ეხებოდა ფულს, შეიძლება გეშინოდათ კიდევაც რა, მეყოფა, არ მეყოფა, თქვათ რამ ისთვის, ვიღაცა შეიძლება ზეიმი დაბადების ღონწილი გექნებათ სიტყვაზე, ხო? ან უბრალოდ ოჯახში გინდათ ვინმე გაახაროთ, თქვათ, ხო? და ფიქრობდით, რომ არ ვიცი რამდენად მეყოფა მე ეს ფული და იქნებით ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ ეს ნერვიულობა ისე გაქრება, რომ აი გაგიკვირდებათ რა რაღაცეთ, ანუ ნამდვილად კი, პენტაკლების დედოფალი. ძალიან კარგად იქნებით, აი ძალიან გახარებული იქნებით, იმიტომ რომ ეს პრობლემა წავა, ეს რაც თქვენ გაღელვებთ და განერვიულობთ, წავა და თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებთ, ისე გაანაწილებთ ყველაფერს, როგორც საჭირო, აბსოლუტურად, აი ძალიან კარგი ინფორმაცია. კარგით, მოდით ვნახოთ ახლა ურთიერთობაზეც რა ხდება. აქ რაღაცა ცვლილებები გვაქვს. აი, აგაც თუ რამე დაუშვათ, სიტუაცია იყო გაუგებარი, თუ სიტუაცია იყო ისეთი, რომ თქვენ არ იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ, ეს სიტუაცია შეიცვლება, იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობთ, ну, აი თუ რაღაც ესეთი ინფორმაცია, რომელიც თქვათ, აი გულს გტკენდათ, ხო, აქაც ხო ვთქვით ჩვენ, წავა ეს სიტუაცია. ანუ გამოდიხარ თქვენ, კიდე თუ გაუგებრობა იყო, შეიძლება ფიქრობდით თქვენ, რომ დავკარგე ადამიანი დაუშვათ, ან ადამიანი არ გამოდის კავშირზე, ან დაუშვათ ახლა აქ პაუზა გქონდა დიდი, ხო? ну, აქაც შეიძლება ნერვიულობ თქვათ, დაუშვათ წერთ თქვენ წერილს და
ანუ ადამიანთან გინდათ რომ თქვა დაელაპარაკოთ, ის არ ჭდება არაფერი. აქ სხვადასხვის კიდე ვიღაცა შეიძლება იყო რომ კორწილისთვის ემზადებოდა, მაგრამ არ მოხდა რაღაცა, გაიგეთ და აი ეს და აი აქ ხა ეს სიტუაცია რომ ეს სიტუაცია შეიძლება ზოგჯერ ჩვენ ახლა ნერვიულობთ იმაზე რომ ვაიმე ეს რატო არ მოხდა, მაგრამ ეს პირიქით კარგიც არის დაუშვათ ახლა, იმიტომ რომ შეიძლება სხვა ბედი გელოდება. ეგაც არის რა, კიდე აქ რა არის ურთიერთობაში. ტრანსფორმაცია მიდის, კი ბატონო. კი, ну, ყველა ვარიანტში იგივეს მეუბნებიან, აქ თქვენ რაღაც ტრანსფორმაციას გაივლით, ანუ რაღაცა შეიცვლება თქვენში და შემიძლია გითხრათ, რომ აი თქვენში რა მოხდება, იცით? მე აღარასოდეს აღარ ვინერვიულობ უკვე იმაზე, მომწერს, არ მომწერს, მოვა, არ მოვა. კი, მიყვარება, კი, ვიფიქრებ მაგაზე, რაზე ელაპარაკე, მაგრამ იმაზე რომ თქვათ, მე ახლა ვინერვიულო რომ ანუ თქვათ ეს ადამიანი მაგის საქციელზე არა, იმიტომ რომ აქ ხო გეუბნებით შეიძლება რაღაც ესეთ თემას გადიოდეთ, იმიტომ არის აქ რომ აი დაუშვათ თუნდაც ხა რო გითხარით ეზოტერიკაში ვიღაცა წავა, შეიძლება თქვათ ამ ვიდეოების ყურებით, რაღაცა ინფორმაციით თქვენ მოძებნეთ რაღაცას, თქვათ ახლა ან აირჩევთ თქვათ თქვენს გზას და მიხვდებით. აი ხა კიდე მინდა გითხრათ, თუ თქვენში არის ნიჭი უკვე, ხო? ახლა ამ ჩემ მოსწავლებს სულ მაგას ვეუბნები. თუ შენ უკვე დაასრულე დაუშვათ სწავლა, უკვე მიიღე სერტიფიკატი, ხო? და ზიხარ და არ მუშაობ და არ გასცემ ამ ინფორმაციას ადამიანებს, დაიწყება სირთულეები იმ ცხოვრებაში, პირად ურთიერთობაში, შეიძლება მე ფინანსებში და მე ჯანმრთელობას ეხება ხოლმე. რატომ? იმიტომ რომ ეს ცოდნა არ არის მხოლოდ შენთვის. ეს ცოდნა შენ რომ მიიღე, შენ უნდა დაეხმარო მაგით სხვებს, მაგრამ შენ რომ აზიხარ და ფიქრობ კიდევ ვარაუდობ, ხა დავიწყო, არ დავიწყო, გავცე, არ გავცე, შემიძლია გამომივა, არ გამომივა, ხო? აი ეს ყველაფერი მე უკვე შენ თითქოს მაღალი ძალები გიბიძგებენ რა, რომ დაიწყე და მე გეუბნებით, როცა აი ეს სიტუაცია როცა დაუშვათ ხდება და ტრანსფორმაცია იმას ქვია, რომ რაღაცაში ჩვენ თუნდაც გვაგდებენ, აი დაუშვათ ახლა ურთიერთობაში, ხო? ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ რო დავივიწყო ეს ტკივილი, რომ აღარ ვიფიქრო მასზე, მოდი მაინც რაღაცა დავიწყო. ანუ ხო ამბობენ ხოლმე, რომ თუ დაუშვათ ახლა და მეც გეუბნებოდით ხშირად თქვენ მაგას, რომ ყოველთვის როცა გაქვს რთული სიტუაცია ურთიერთობაში, მიდი და დაიწყე, თქვათ, დაკავდი იმ საქმეც, რომელიც შენ გიყვარს, რომელიც მოგწონს, გადაერთე ეს ენერგია ადექი და ნუ ჩადებ ამ ენერგიას იქ, სადაც არ არის განვითარება, გაიგეთ? ანუ არ არის საჭირო, იმიტომ რომ შენ რო იქ ენერგიას დებ, მე არაფერი გამოდის, გაიგეთ? და ამიტომ როცა გადაართავ შენ ენერგიას, თქვათ, იმ ნუ დაუშვათ ურთიერთობაში პრობლემები სამსახურის თემაზე, ხო? აი მაგ შემთხვევაში უფრო გამოდიხარ რა, ან იმ თემაზე უფრო კარგია, ხა თუ შენ სამსახური გეჯავრება და არ მოგწონს, ეხლა ეს არის სისულელე. მაგრამ ესე იგი ან საქმეზე, რომელიც შენ მოგწონს და გიზიდავს დაუშვათ და აი ეგრევე გადაერთობი ენერგიაც ეგრევე შენი წავა სწორ ისე რა ქვია, ну, როგორ თქვა, ღმერთო ჩემო, მიმასწორი მიმართულებით, კი და უკვე მერე ის არის, რა ქვია, რა თქმა უნდა, მერე ყველაფერი გამოსწორდება. კი ბატონო. კი. ეგრევე გამოსწორდება ყველაფერი აბსოლუტურად. ნახეთ? უბრალოდ არ უნდა ენერგიოთ. რაღაცა თქვენში შეიძლება თქვენ როცა უკვე შეწყვიტავთ იმას, რომ აი მე შენ გწერ, შენ არ პასუხობ, მე შენ გწერ, მე შენ გირეკავ, აი ეს არის ძალიან ცუდი რამე, იცით? იმიტომ რომ რა თქმა უნდა გული გეტკინება, ეს არ არის კარგი საქციელი, რო ვთქვათ, ჩემო ლამაზებო, იმიტომ რომ ნუ მასე გაგვეთილებსაც ვერ გადიხართ, მასე ისედაც ხა პარტნიორს აღიზიანებთ, იმიტომ რომ ახლა მაგას რა თქმა უნდა ახლა თუ არ აგწერს მაგასაც აქ მიზეზები და ასე შემდეგ, მაგრამ აქ შემიძლია თქვენ როცა თავს დააფასებთ, ეგრევე ეს ადამიანიც გამოჩნდება. გაიგეთ, ანუ როცა გადაერთობით თქვენს, ანუ შეცვლით მიდგომას, გაიგეთ, შეცვლით მიდგომას და სიტუაციას შეიცვლება და უფრო მეტად დაფასდებით, რომ იცოდეთ. ну, აი ესეთი პროგნოზი არის, ნახოთ ახლა რამდენად რეზონირდებათ, რა თქმა უნდა, გელოდებით რომ მომწეროთ და მითხრათ ეს რამდენად თქვენსა თქვენო იყო ეს გაშლა.
მე კი გისურვებთ როგორც ყოველთვის სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.